Εκεί ზონებში სამედიცინო სერვისების სრულად უზრუნველყოფის მიზნით, εκεί სალიკვიდაციო სამუშაოებში და εκεί დაზარალებულ რეგიონებში მთლიანად არის მობილიზებული ჯანდაცვის უწყება. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობენ სასწრაფო დახმარების ბრიგადები, დამატებულია ეკიპაჟები, მობილიზებულია სპეციალური მაღალი გამოვლობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები და რეანომობილები. მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის მინისტრი, ახლა ჩვენი სტუმარი, ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დასავლეთ საქართველოდან, სტიქიის ზონიდან. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. როგორია ვითარება სტიქიის ზონებში პირველ რიგში მოსახლეობის ჯანდაცვის სასიცოცხლო დაუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით? მოგესალმებით, ნათია, თქვენს მაყურებელს მივესალმები. ვითარება არ გახლავთ, რა თქმა უნდა, მარტივი, მაგრამ რაც იმედის მომცემია, ეს არის, რომ ვითარება არის ისეთი, როდესაც ის კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად პრაქტიკულად ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც აუცილებელია სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, მოქალაქეების მხარდასაჭერად, დასახმარებლად, სასიცოცხლო სერვისებით უზრუნველსაყოფად, ყველა ეს შესაძლებლობა იქ რეგიონში გაჩენილია. აქ-იქ ბუნებრივია ეს მდგომარეობა რთულდება პერიოდულად მეტეოროლოგიური მდგომარეობის და პირობების გათვალისწინებით, თუმცა ბუნებრივია, რომ 24 საათიან რეჟიმში ყველა რესურსი, რაც კი თეორიულად შეიძლება გამოყენებული იყოს ამ დროისთვის, ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ ყველა ის უარყოფითი შედეგი, რაც თანდევია ზოგადად ამ სტიქიის, ის იქნეს განეიტრალებული. ასე ხდება ეს პირველივე წუთიდან და შესაბამისად ერთი წუთით თვალი არ მოუხუჭავს ამ შემთხვევაში იმ დაწესებულებებს, რომელსაც ევალებათ ამ თემაზე მუშაობა, 24 საათიან რეჟიმში ამაზე მუშაობენ. საბედნიეროდ, მდგომარეობა არის ისეთი, როდესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არსებობს შესაძლებლობა, რომ ყველა საჭირო მომსახურება, რომელიც ჭირდება მოქალაქეებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყველა ეს უზრუნველყოფილია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უპირველესად იგულისხმება ჯანდაცვის სერვისები. პირველივე დღიდან გაჩნდა რასაკვირველია მიდგომის პრობლემა, როდესაც გამოძახება ფიქსირდება შესაბამისად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას, ბუნებრივია უწევს რაღაც მანძილის დაფარვა, როდესაც არსებობს შეფერხება, ეს ქმნის რა თქმა უნდა პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ აი ამ რესურსების გამოყენებით პრაქტიკულად ყველგან, სადაც ამის საჭიროება იყო, ყველა მოქალაქეს თან იყო უზრუნველყოფილი სათანადო კომუნიკაცია. სად არის ყველაზე მეტი პრობლემა, ბატონ მიხეილ, აი ამ მისადგომობის მხრივ, იმიტომ ძირითადად პრობლემური ზონები მაინც უფრო მთიანი სოფლებია, ხომ, ყველა რეგიონში. უფრო მეტად სად არის ამის პრობლემა, რომელ რეგიონში? რა თქმა უნდა, მთიანი სოფლები, მაგრამ პერიოდულად ეს ცვალებადია. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სოფელში იყო მისვლის პრობლემა, თუმცა ეს ძალიან სწრაფადვე გვარდებოდა. ყოველ შემთხვევაში მოქალაქეებს, რომელსაც სჭირდებოდათ ის მომსახურება, მათ ამ კუთხით გარკვეული საჭიროებები რაც ჰქონდათ, ყველა ამის დაკმაყოფილებისთვის, ყველა ამ საჭიროების დაკმაყოფილებისთვის უკლებლივ ყველაფერი კეთდება. ამ შემთხვევაში შექმნილია, როგორც მოგეხსენებათ და დღეს გაშუქდა ამასთან დაკავშირებით, დღეს და ამ დღეების განმავლობაში გაშუქდა, რომ მობილური ჯგუფები არიან გარდა ასე ვთქვათ, ესე ფართომასშტაბიანი გზის გაწმენდითი სამუშაოებისა, არსებობს მობილური ჯგუფები, იგივე აღჭურვილი თხილამურებით თუ ბურანებით, ეგრეთ წოდებული ბურანებით, ეს მარტივად რომ გავაგებინოთ მოქალაქეებს, რომელიც ახორციელებენ აი სადაც ურგენტულად საჭიროებაა მოქალაქეებთან დაკავშირების, აი ყველა ასეთ კომუნიკაციაში გვეხმარებიან და შესაბამისად ამ პრობლემებს ამ გზით ვაგვარებთ. პრაქტიკულად იქ სადაც თქვა შეიძლება ხანგრძლივი დრო დასჭირდეს გარკვეულ ეტაპზე ვთქვათ გზის გაწმენდას, ამ შემთხვევაში აი ესეთი მობილური ჯგუფებით ხდება უშუალოდ კომუნიკაცია. მანამდეც ბუნებრივია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია იგივე მაღალი გამოვალობის მქონე მანქანებით და ასე შემდეგ ეს კომუნიკაცია ხორციელდებოდა. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ მობილიზებული ყავს ჩვენ სისტემაში მოქმედი ექიმების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ვიდრე უშუალოდ ადგილზე გამოცხადდებიან აი ის ბრიგადები, რომელიც უშუალოდ სამედიცინო მომსახურებას, სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას განახორციელებენ, სატელეფონო კავშირის მეშვეობითაც უშუალოდ ესე ხაზზე იმყოფებიან და შესაბამისად უშუალოდ საჭირო რჩევების მეშვეობით იქნება თუ უბრალოდ საჭირო ინფორმაციის მიწოდებით ყველა საჭირო სერვისს ისინი აწვდიან. ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ აი სასწრაფო სამედიცინო დახმარების თვალსაზრისით არ ვიცი, მართლაც არაჩვეულებრივი სამუშაო გასწია რეალურად დაწესებულებამ
და ამ თვალსაზრისით უნდა შევაქოთ დაწესებულება, რომელმაც რეალურად ექიმები, რა თქმა უნდა, ამას გულისხმობ პირველისად, ექიმები, რომლებმაც მართლაც 24 საათიან რეჟიმში იმუშავეს და ამ ბრიგადების მეშვეობით პრაქტიკულად ყველაფერი გაკეთდა, რომ მოქალაქეებს, ვისაც სჭირდებოდათ სერვისები, მათ ეს სერვისები მათთვის ეს სერვისები ყოფილიყო. რა შეეხება იმ პაციენტებს და იმ მოქალაქეებს, ბატონ მიხეილ, რომლებსაც შესაძლოა ამ მომენტში სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ სჭირდებოდათ, მაგრამ აქვთ ქრონიკული დაავადებები და სჭირდებათ პერიოდულად გარკვეული სამედიცინო პროცედურების გავლა. არის ახლა თქვენი მონაცემებით, რომ რომელიმე კრიტიკული წერტილი ამ სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში, სადაც ასეთი მწვავე საჭიროება შეიძლება იდგეს და ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამის მოგვარება გზის არარსებობის გამო. ამაზე ჩვენ პრაქტიკულად პირველივე წუთიდან და ეს ბუნებრივია და აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პირველივე წუთებიდან დავიწყეთ ფიქრი და მუშაობა. ბუნებრივია არის მაგალითად დიალიზთან დაკავშირებული სერვისები, სადაც ბუნებრივია რომ ეს აღრიცხულია პაციენტების რაოდენობა კრიტიკულის მნიშვნელობის. ბუნებრივია რომ აღრიცხული პაციენტების მიხედვით ჩვენ მქონდა კომუნიკაციაც პროაქტიულ რეჟიმში მათ შორის ჩვენ ვცდილობდით დაკავშირებას ისე დაგეგმვას პროცესების რომ იქ რაიმე შეფერხებას ადგილი არ ქონოდა, რასაც შეეძლო უარყოფითი გავლენა ეკონია მოქალაქეზე. ეხლა იქ სადაც მაგალითად დღევანდელი პროცედურა გადადებადი იყო ხვალისთვის პირობითად ვამბობ, ბუნებრივია რომ თვითონ პაციენტის ინტერესშია რომ ეს ასეც განხორციელებული იყოს. ან თუ კი დისტანციურად რაიმე ვთქვათ რჩევა ჭირდებოდათ ასეთ პაციენტებს, ყველა ასეთ რჩევას ღებულობდნენ. ეს შეიძლება ერთ შეხედვით ესე მარტივ საკითხებზე ვსაუბრობ, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სწორედ ის საჭიროებები, რომელიც კონკრეტულ მოქალაქეებს აწუხებდათ, სჭირდებოდათ და შესაბამისად ყველა ეს სერვისი იყო უზრუნველყოფილი. აი დაახლოებით ყველა ასეთი ტიპის დაავადებასთან მიმართებაში იმართა პროცესი სწორედ ამგვარად და ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით არავინ ყოფილა ისეთი, რომელსაც რაიმე კრიტიკული შეფერხება ჰქონდა. იმაზე მეტი ვიდრე ზოგადად ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო ატანადი ასე ვთქვათ თითოეული მოქალაქის. კი ბატონო და ბოლოს რაც შეეხება მედიკამენტების საჭიროებას, რამდენად შეუფერხებლად ხორციელდება მომარაგება რეგიონების, სადაც ზოგან არის უკვე გაწმენდილი გზა და თუ ხერხდება სრულად მომარაგება იმისთვის, რომ მოსახლეობას მიეწვდებოდეს ხელი თავადაც პირველი საჭიროების მედიკამენტებზე. მოკლედ აი თქვენ ლოგიკურად მიყვებით ყველა იმ საჭიროებას, როგორც ჩვენ გავყევით ამ შემთხვევაში, აი როგორც თქვენ ბრძანეთ, მანამდე იკითხეთ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან მიმართებაში, მედიკამენტებთან მიმართებაშიც მსგავსი საჭიროება და ზუსტად ამავე ლოგიკით პირველივე წუთიდან პრაქტიკულად ეს იყო ერთ-ერთი თემა, რომელიც მოითხოვდა დარეგულირებას. ამ თვალსაზრისით უნდა ვთქვა, რომ უშუალოდ იქ რეგიონში არსებული სააფთიაქო ქსელებიც აბსოლუტურად თანამშრომლობის რეჟიმში ეს უნდა აღვნიშნო და მათ მადლობა გადაუხადო ამისთვის. იმთავითვე სწორედ ამგვარად წარიმართა ჩვენი ურთიერთობა, შესაბამისად ყველა ის საჭიროება, რომელიც არსებობდა ამ თვალსაზრისით, იყო უზრუნველყოფილი, უშუალოდ იქ ადგილზე არსებული მარაგების მეშვეობით იქნებოდა ეს თუ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ დისტრიბუციის გზით. ყველა მედიკამენტი, რომელიც ეს ამაზე გამოკითხვაც მიმდინარეობდა, სადაც შეიძლება ყოფილიყო ასეთი კრიტიკული საჭიროება, ან ვითარების გათვალისწინებით შეიძლება ყოფილიყო გარკვეული მედიკამენტების საჭიროება, ყველგან ასეთი საჭიროების აღრიცხვა ხორციელდებოდა პრაქტიკულად პირველივე წუთებიდანვე, როდესაც ეს გაჩნდა ასე ვთქვათ სტიქიური მდგომარეობა და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა მომარაგებაც ზუსტად იმავე რეჟიმში, როგორც მაგალითად სასწრაფო სამედიცინო დახმარება ხორციელდებოდა. ყველა პაციენტს, რომელსაც კონკრეტული საჭიროება ჰქონდა კონკრეტული მედიკამენტებთან მიმართებაში, ყველა ასეთი პაციენტი უზრუნველყოფილია სათანადო მედიკამენტებით. ეს ბუნებრივია გრძელდება, რა თქმა უნდა, აქ არ დამთავრებულა და ასეც გაგრძელდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად იქნება შესაძლებელი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს ყველაფერი და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ამას ალბათ სულ რამდენიმე დღე დაჭირდება და ყველაფერი იქნება გადავლილი ასე ვთქვათ. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის ქრონიკის კითხვის პირდაპირ ეთერში პასუხობდა ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.